გამარჯობა. დღევანდელ გადაცემაში შემოგთავაზებთ Porsche Macan S და ზოგადად ვისაუბრებთ Porsche Macan-ზე. პირველად წარსდგა ძვირფასო მაყურებლებო 2014 წელს. 2018 წელში პირველი facelift-ი ჩაუტარდა და ჯერჯერობით არის ეს მიმდინარე მოდელია რა. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველი და უკანასკნელი Porsche Macan-ი ჯერჯერობით, სანამ არ გამოვა მეორე თაობის Porsche Macan-ი. ავტომობილს გააჩნია პნევმოდაკიდების სისტემა, 20-იანი შავი დისკები გვაქვს, წინ განსხვავებული ზომების არის და წინ 265, უკან 295. ნუ შავი ფერის არის ავტომობილი, შავი სალონით, შავი დისკებით, არის 3-დან 0 დიზელი, რომელზეც გადავალთ. ნუ თუ საბარგულის ახტა დაგჭირდება და აქ ვერაფერს ვერ ვიპოვით, არც აქ ღილაკი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, აი აქ დავაჭერთ და თავისით გაიღება ეს ჩვენი შესანიშნავი საბარგული. როცა გვინდა რომ ქვევით ჩამოვიდეს, აი მიღლაკს დავაჭერთ და დაიწევა იმისთვის რომ ადვილად ჩავდოთ ბარგი. და შემდეგ უკვე გათანაბრდება, როცა დავაჭერთ ზედა ღილაკს. ძალიან კარგია, ნუ ორი ავტომატურად დამკეტი საბარგულის ღილაკი გვაქვს და ასე ვქნიან მე მანქანას რომ ჩაკეტოს. დავაჭიროთ ახლა უბრალოდ საბარგულის დაკეტვას. ესე პნევმოდაკიდებით თავისით ესე შვენივრად დაიკეტა. ნუ ზოგადად ვიზუალს და დიზაინს ექსტერიერს რაც შეეხება, ნუ ძალიან კარგი, ლამაზი, დახვეწილი ფორმების ავტომობილია, თავის მომრგვალებული დიზაინით. ნუ დაპატარავებული კაიენია, მაგრამ ჩემი აზრით ეს უფრო კარგად გამოიყურება და ჰარმონიულად ვიდრე თუნდაც Porsche Cayenne. წინა სავარზელი გასწორებული არის ჩემ ზომაზე და ვნახოთ აბა უკან როგორ ჩავჯდები. მინდა გითხრათ, რომ ფეხებისთვისაც არის ადგილი, ანუ ჩემზე უფრო მაღალი ადამიანის თავისუფლად მოთავსდება, ხელისადებით გვაქვს, თავის ორი ჭიქის ჩასადებით. ჭერზეც მაქვს ბევრი ადგილი, მაგრამ თუ პანორამა ჭერი არ გვექნება და ან საერთოდ არც ლუკი არ გვექნება და ჩვეულებრივი ჭერი იქნება, უფრო ბევრი ადგილი იქნება თავისთვის და უკან მოახერხებთ უფრო კომფორტულად გზავრობას და გადაადგილებას. ძრავი 3-დან 0 B-ტიპის 6 ცილინდრიანი. ხა დავქოქავ და ვნახოთ ხმა. დავქოქეთ. გასაღებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, თითქმის როგორც ყველა Porsche-ს, ამასაც Porsche-ს ფორმის გასაღები აქვს. ნუ არ ვიცი, ალბათ გესმით, დიზელის ჩვეულებრივი ხმა აქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი ეს დიზელის ჩვეულებრივი ხმა, რომელიც რა თქმა უნდა, როცა კაპოტს დავხურავს, უფრო ჩუმდება და მოძრაობაში და სიარულის დროს ნუ რაღაც არ ვიცი მე რა გააკეთეს და როგორ მოახერხეს, მაგრამ საოცრად წყნარი არის შიგნით, უკვე ვერაფერს ვერ გძნობთ ვერანაირად დიზელის ხმას და ნუ დანარჩენ მოძრაობაში გეტყვით თუ როგორია მოძრაობაში და როგორი დიზელის ემოციები აქვს ამ ავტომობილს. გარემო არის ძალიან სპორტული, ძალიან ასე ვთქვათ Porsche-სთვის დამახასიათებელი. ბევრს ძალიან პატარა მოგეჩვენებათ, მაგრამ პირველი X5 53 მაგალითად რო ავიღოთ არის 4 მეტრი და 66 სანტიმეტრი სიგრძეში, ეს არის 4 მეტრი და 68. დიახ, უფრო გრძელია ეს, რაც უნდა გასაკვირი იყოს. ნუ კონკურენტებს რაც შეეხება, ეხლა ამის კონკურენტი არის Jaguar F-Pace, რომელთაც სერიოზული დაპირისპირება აქვს, ქულა-ქულაში მიდიან, ასე ვთქვათ. არის კომპაქტური SUV კატეგორიის ავტომობილი, სალონში ადგილი ბევრია. უკანაც შეგვიძლია თავისუფლად ადამიანები მოვათავსოთ, საბარგულით ასე თუ ისე ნორმალური ზომის და მოცულობის აქვს და ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია თავიდან რომ გამოვიდა, იგრევე გაიყიდა და მე რიგები დადგა უკვე. ძალიან მაგარი კომპლექტაცია ეს, იმიტომ რომ 3-დან 0 V-ტიპის 6 ცილინდრიანი დიზელი 255 ცხენის ზალით და 580 ნიუტონ-მეტრით ამ ავტომობილს აჩქარებს 6.3 წამში 0-დან 100-მდე, რაც ძალიან მაგარი შედეგია, მით უმეტეს ქალაქის პირობებში. აი გაზზე მივადგით კომფორტ რეჟიმში და ეგრევე რეაგირება ქონდა და ეგრევე გავარდა ავტომობილი წინ. და სხვათა შორის იმის მიუხედავად, რომ ეს არ არის მაგალითად ტოპ ვერსია, ძალიან კარგად გრძნობს თავს, არც ძალას უჩივის, ძალის ნაკლებობას უჩივის და არც ნიუტონ-მეტრს და რავი, აქ საჭეზე გადამთვალებიც გვაქვს. ძალიან მშვენიერი ავტომობილია და ეს ავტომობილი 100 კილომეტრზე წვავს Porsche-s მონაცემებით 6.9 ლიტრს ქალაქში, ეს არის მაქსიმუმი. ტრასაზე წვავს 6 litrს და საშუალო, ანუ ქალაქი და შერეული, ესე იგი. ტრასა დაითვალეს 6.3, 6.4 დაახლოებით აი ესე რა, 6.5-ს არ ცდებაო. რა თქმა უნდა, არც
ხმის იზოლაციაზე დაუზოგიათ Porsche-ში მაკანის შექმნის დროს. მოძრაობაშიც უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ორმა ადამიანმა, მე და ოპერატორმა გითხრათ, რომ აი ამ ავტომობილს ალბათ თქვენს გესმით, აი ზედმეტი ისეთი აი რაც დიზელს ახასიათებს, ამით უმეტეს პატარა ძრავი არ არის, ხო? საერთოდ არ იგრძნობა, რომ დიზელია, რა ისეთი მსუბუქი, ისეთი კარგი ხმა აქვს რა. ვისაც დიზელი არ გიყვართ იმის გამო, რომ ხმა აქვს, ჩათვალეთ, რომ აი პრობლემა ამ ავტომობილში მოხსნიება. მანევრი აქ ძალიან მაგარი, აი ძალიან სპორტული, ძალიან თავდაჯერებული, მსუბუქად მოძრაობს, სიჩქარეს ისე ყიფავს, რომ ვეგრძნობთ. აი ეს გონია, რომ ბენზინის ძრავის ხმა მესმის, ეხა ისეთი მაგარი ვიხლოპი აქ. და აი არც ვანთები ისე მithობენ გზას. ეს ძალიან მაგარია, აი ძალიან. ანუ ამ ავტომობილს ძალიან დიდ პატივს სცემენ გზაზე. მოკლედ შეფასება. კი ბატონო, გირჩევთ Porsche Macan-ს. არის რა თქმა უნდა ძლიერი სპორტული ვერსიები, Macan Turbo და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ამავდროულად ამ ყველაფერთან ერთად გსურთ ეკონომია და ძრავის დიდი რესურსი, მაშინ Porsche Macan S-ზე 3.0 დიზელზე ოპტიმალური ვარიანტი Macan-ში არ მოიძებნება და სასურველი იქნება თუ მაგალითად პირველი გამოშვების იქნება და არა რესტაილინგი, იმიტომ რომ რესტაილინგში უკვე შეამცირეს ძრავის კუბატურა და უფრო სხვანაირი გახდა ავტომობილი, რომელზეც თუ გვეყოლება შემდეგ ვისაუბრებთ. აქედან გამომდინარე, დადებით შეფასებას მიცემ ამ ავტომობილს. დღეს კი დაგემშვიდობებით ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.